მთელი კულტურისა და ტრადიციის გარდა პირდაპირ უკავშირდება ღვინის ბიზნეს. სექტორს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად იქცა. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი სტუმრები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან და მათთან ერთად ვისაუბრებთ, რა მნიშვნელობა აქვს რთველს ბიზნესისთვის, როგორია ქართული ღვინის ადგილი მსოფლიო ბაზარზე და რა გამოწვევებისა და შესაძლებლობის წინაშე დგას დარგი. მეღვინეობა მელიტონის დამფუძნებელი და მეღვინე გიორგი სხირტლაძე გვერდება ახლა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თავდაპირველად დავიწყებ რა ეტაპზეა თქვენი კომპანიის შემთხვევაში რთველი 2025, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. თქვენ გაქვთ ვენახები როგორც კახეთში, ისე რაჭაში. რა მოსავალს ელოდებით და რამდენად ამართლებს წლევანდელი რთველი თქვენთვის? მოგესალმებით. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ესეთ ვითარებაში გვიწევს ჩართვა რაჭიდან. რაჭაში რთველი ჯერ არ დაწყებულა. ველოდებით, სადღაც ოქტომბრის დასაწყისში იქნება რთველი და ჩვენ სრული სამზადისი გვაქვს, რომ მივიღოთ რთველი და გადავამუშავოთ ყურძენი, რაც შეეხება კახეთს. კახეთში სადღაც 70-80% დაგეგმილი რაოდენობის უკვე გადამუშავებული გვაქვს. თუმცა კახეთშიც შემიძლია ვთქვა, რომ რთველი სადღაც შუა ნაწილში არის, უკვე ბოლოსკენ წავა, მაგრამ აქტიური რთველი მიმდინარეობს. რა მოცულობის მოსავალს ელოდებით და რამდენად ხარისხიან მოსავალს ველოდებით სწორედ ამინდების გათვალისწინებით წელს? წინა წლებთან შედარებით წელს კარგი მოსავალი არის, გასული წლები უფრო უარესი იყო, თუ შევადარებთ გასულ წინა 2 წელიწადს, წელს უფრო უკეთესი ხარისხის ყურძენი არის, მოსავლიანობის კუთხითაც ჩვენ საკუთარ ვენახებში სადაც ვოპერირებთ იქ მოცულობაზე არ გვაქვს ორიენტაცია, დაგეგმილი მოსავალი რაც უნდა მივიღეთ, უბრალოდ მაღალ მოსავალზე არ ვაკეთებთ ორიენტირს, უბრალოდ ხარისხზე და ჩვენი დაგეგმილი მოსავალზე, რო ვთქვათ, გვაქვს კარგი შედეგი. მაგალითად, ხარისხიანობაზე რადგან აკეთებთ აქცენტს, რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხიანი ყურძენი და რამდენად მოგცემთ წლევანდელი რთველი, ცუდად იმ მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, რომელმაც ახლა შეგიშალათ ხელი, რომ გვიშლის ხელს რეალურად, რომ გამართული ჩართვა გქონდეს პირდაპირ ეთერში. სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, წლევანდელი რთველი იძლევა იმის საშუალებას, რომ პირობითად ისეთი ხარისხის პროდუქცია შექმნათ საბოლოოდ ღვინის სახით, რომ მე აქტიურად გაიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე? კი ბატონო, კონკრეტულად რაჭაზე თუ გავაკეთებ აქცენტს, ჯერჯერობით ნორმალური სიტუაციაა, ჯერ რთველი არ არის დაგეგმილი, სადაც ოქტომბრის დასაწყისში ვიწყებთ. რაჭაში სხვადასხვა ტიპის ყურძენი მზადდება, როგორც მოიხსენებათ, ნახევრად ღვინოებისთვის ჯერ ძალიან ადრე არის, მშრალი ღვინოებისთვის უკვე არის კონდიციური ყურძნები, გააჩნია ღვინოს ამზადებს. ნახევრად თბილი ღვინოსთვის ჩვენ გვჭირდება მაღალშაქრიანი კონდიციური ყურძენი, რომელიც ჯერ ადრე არის და წინასწარ ამის თქმა, რომ როგორი ამინდები იქნება და რა შედეგს მივიღებთ რთულია, თუმცა ამ ეტაპისთვის ამ შაქრიანობა ნორმალურია და ყურძენი ხარისხიანია და ველოდებით კარგ რთველს. თუმცა 2 კვირაზე მეტი არის დარჩენილი საბოლოო შედეგის მისაღებად და 2 კვირის განმავლობაში როგორ განვითარდება პროცესები არ ვიცით, ეხლა ამინდები აირია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გამოვა და ყურძენი კონდიციაში ჯანმრთელი დარჩება და კონდიციური. სულ ცოტა ხნის წინ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი და მე მასაც ვკითხე, რომ რეალურად რამდენად სწორი პოლიტიკა გაქვს სახელმწიფოს რთველთან მიმართებაში თქო. ის რომ წლების განმავლობაში სუბსიდიის ნაწილი იყო დამკვიდრებული, სუბსიდია იყო რეალურად პრაქტიკულად რთველი შემადგენელი ნაწილი. წელს არის პირველად, როდესაც რაჭისგან განსხვავებით კახეთში სუბსიდია აღარ არის პირდაპირ აღარ გაიცემა და მხოლოდ სახელმწიფო საწარმო ამ შემთხვევაში რეალურად ამ სუბსიდიის პროცესის მონაწილეა. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად სწორია სახელმწიფოს მიდგომა რთველთან მიმართებაში, მევენახეებთან მიმართებაში და მთლიანად ეს ამ სექტორთან მიმართებაში რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს? კი ბატონო, ჩვენი მოცულობები არ შეესაბამებოდა იმას კახეთში, რომ მიგვეღო სუბსიდია, 100 ტონაზე მეტის შემთხვევაში იყო სუბსიდირებული ყურძენი, რაც შეიძლება ვთქვათ დასავლეთ საქართველოზე, კონკრეტულად რაჭაზე, სუბსიდია ჩვენ ხმარობდით და ჩვენ გამოცდილებას გაგიზიარებთ. სუბსიდია ძალიან კარგი არის ფერმერისთვის, იმიტომ რომ ფერმერმა იცის, რომ თავისი ყურძენი საბოლოოდ დამინავებული აქვს და არანაირ რისკებს არ შეიცავს. ის რომ თქვათ რეალიზაციის კუთხით არ აქვს მას რისკები, მაგრამ მეღვინეობებისთვის არის რისკის შემცველი, იმიტომ რომ არ კონტროლდება ხარისხი.
როდესაც ფერმერმა იცის, რომ 100%-ით გარანტირებული აქვს გაყიდოს მისი მოწეული საქონელი, იმდენად ხარისხზე უკვე აღარ აკეთებს ორიენტირს და რომ მეღვინეობებისთვის ეს რომელიც ხურზე შეიძენს არის პრობლემატური. ამიტომ აქ არის ორი მხარე, არის ფერმერების მხარე და მეღვინეების მხარე. ანუ ფერმერებისთვის ხელსაყრელია, მეღვინეებისთვის არა. რაღაცა ოქროშუალედი უნდა იყოს მოძებნილი, რომ ორივე სექტორისთვის იყოს რაღაცა ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ეტაპისთვის სწორია თუ არა და შუალედური ბალანსი ნაპოვნია თუ არა ჯერჯერობით თქვენი შეფასებით ბუნებრივია. კი ბატონო, ამ ეტაპისთვის სწორია ფერმერებისთვის, იმიტომ რომ მათი მოსავალი და შრომის შედეგი მიღებული აქვს გარანტირებულად და არასწორი არის იმ მეღვინეებისთვის, რომლებიც აპირებენ ხურძის შეძენას და ხარისხობრივად შეიძლება იყოს აქ პრობლემა. თუმცა ნუ მეღვინე წარმოებლებს შეუძლიათ თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიონ ხურძენი ხარისხის მიხედვით და შეიძინონ ის. თუმცა მაინც საერთო ჭრილში ხარისხზე მოქმედებს სუბსიდია და მწარმოებელი ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ნამათი პროდუქტი მიიღოს და არა ხარისხია. გასაგებია. ჩვენთან ახლა სტუდიაში არიან სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და შუხმან ვაინის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ სრულიად შეგნებულად შევარჩიეთ პირველი გადაცემისთვის ახალ სეზონზე ღამის ეთერისთვის სწორედ რთველი, რადგან ის ახლა მიმდინარეობს და როგორც ბიზნესი, ასევე რთველი კულტურის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში მეღვინეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია საქართველოს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს ჩვენ საუბრობთ რთველზე. მე გადაცემის პირველ ნაწილში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან უკვე ვისაუბრე სწორედ იმ ნაწილზე, რაც ეხება სახელმწიფოს ახალ პოლიტიკას დაფინანსების წესის შესვლასთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ სუბსიდია, რომელიც ბიზნესის არც ერთ წარმომადგენლისთვის მისაღები არ არის და მე არ ვიცნობ ბიზნესის წარმომადგენელს, კერძო სექტორს, რომელიც ამას რომ პირდაპირ სუბსიდია ასეთი ფორმით შეიძლება იყოს კარგი. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა თქვენი პოზიცია როგორია და რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, როდესაც წელს დაფინანსების წესის შეცვალა და სუბსიდიიდან პრაქტიკულად გამოსვლის დავიწყეთ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. Ქავატონოც ისმენთ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ფაქტიურად რთველი დაწყების ფაზაშია და ახალი დღეს რეალურად ყველანი სწორედ აი ამ გადაცემისთვის მოვცანდით ამ ეთერში. მადლობთ. პირველ რიგში სუბსიდირება ეს იყო ყოველთვის დროებითი ჩარევა, ანუ დროებითი სახელმწიფოს ინტერვენცია იმისათვის, რომ მომხდარიყო ეგრეთ წოდებული მიწოდება მოთხოვნის ბალანსი ბაზარზე, მოხმარებოდა ეს ასე ვთქვათ ფინანსური ეკონომიკური სიკეთე ფერმერს, შემდგომ უკვე წარმოებელს და ყველაზე უმთავრესი მიზანი რომ ქართული ღვინო როგორც ეს უმნიშვნელოვანესი ჩვენი აქტივი გასულიყო ძალიან მაღალ პოზიციებზე მსოფლიო ბაზარზე და დაგვეკავებინა ის ნიშა, რომელსაც ფაქტიურად ჩვენ უკვე ბოლო წლებია თამამად ვიკავებთ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ საუბრობთ დროებით ინტერვენციაზე, ყოველთვის რაღაცა საბოლოო მიზანს აღწევს რაღაც პროექტით უქმედება და წელს არის ის პროცესი, როდესაც ფაქტიურად გამოვიდა სახელმწიფო ამ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან, რომელიც ფაქტიურად მრავალი წელი მიმდინარეობდა და მიეცა დარგს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, თავად ოპერირების სურვილის საშუალება. როგორც სასაკურველო ბიზნეს ლიბერალურ პირობებში. ბადნაშალვა, რამდენად გაამართლებს ეს პოლიტიკა? თქვენმა კოლეგამ, რომელიც ახლა რაჭიდან გვერდება, მან თქვა, რომ რეალურად ფერმერისთვის, ანუ მევენახეებისთვის ძალიან კარგია და რეალურად მთელი ამ წლების განმავლობაში მათთვის კარგი დამხმარე საშუალება იყო, კარგი მხარდამჭერი მექანიზმი იყო. თუმცა ხარისხზე როგორი მოქმედა, ამას აუცილებლად ვიკითხავ. თუმცა მთლიანობაში სექტორისთვის და დარგისთვის სუბსიდია რა ფორმით, რა ტიპის გავლენა ქონდა სუბსიდიას ამ დარგზე და წლევანდელი გადაწყვეტილება როგორ აისახება ამ დარგის განვითარებას. მოგესალმებით, თქვენ ჩემს სწორად აღნიშნეთ. ყველაზე მეტი სწორი ფრაზა ის იყო ალბათ, რომ ეს არის შეიძლება რაღაც ცდელობა, რომ დაწყება, გასვლის დაწყება ამ ვთქვათ, პრაქტიკიდან დავარქვათ ესე, ხო? ჩემი პირადი შეფასებით, ეს არის სოციალური პროექტი. სუბსიდია თავის დაწყებიდან, როცა ის დაიწყო და დღემდე, ეს არის აბსოლუტურად სოციალური პროექტი და არანაირი ასეთი კავშირი მას მეღვინეობასთან ჩემი პირადი აზრით არ აქვს. და ის რომ ეხა რაღაცა ეს მართლა ნაბიჯი გადაიდგა ამის გამოსვლისკენ, აძლევს რაღაც იმედის საშუალებას, რომ
მალე საერთოდ აღარ იქნება ეს ბანკიერი პრაქტიკა, მაშინ კითხვას დაგისვამთ, ხო, რა დააშავა თქვათ იმ ხალხმა, ვისაც ვაშლი მოყავს, ან მანდარინი, ან სხვა პროდუქტები, ხო? ეს უნდა იყოს ჩემი აზრით, აი ნახეთ, ეხლა საუბრობდით ეთერის წინ რა, რომ აი კიდე რა მარტივი, ასე ვთქვათ, მარტივ მდგენლობაზე ვსაუბრობთ. ხარისხი, რაღაც ჩაბარება, სუბსიდია, რაღაცა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები. მე მართლა იმედი მაქვს, რომ ეს წლევანდელი გადაწყვეტილება არის ზუსტად იმაზე, რომ დამთავრდეს იქნება სუბსიდიოვანა და იქნებ ვიფიქროთ არა უბრალოდ ხარისხიანი უხარისხო ყურძენი, რაც რა თქმა უნდა კარგი არის, როცა ვთქვათ ხარისხების დიფერენცირება ხდება, თუმცა სახელმწიფო როცა მოთამაშე არის ინდუსტრიაში, ეს რა თქმა უნდა რთულია და მე ვერ წარმოვიდგენია ვთქვათ როგორ შეიძლება ფასების რეგულაციაზე არ ვიცი. ძალიან კარგი ნაწილი შეეხეთ სახელმწიფო რეალურად დღეს არის თქვენი კონკურენტი. ცუდი ბატონმა ლეონმა კითხვა რომ პირდაპირ კონკურენტი არ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ამ ყურძნით რომელსაც სახელმწიფო საწარმო იბარებს ღვინო არ იქნება, თუმცა მთლიანობაში რეალურად როგორ აღიქვათ ბიზნესი? არის თუ არა კონკურენცია ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფოს მხრიდან? გიქმნით თუ არა კონკურენცს და თუნდაც ის რომ წელს ერთი კონკრეტული საწარმო ამ შემთხვევაში რომელიც წინა წლებსაც იბარებდა, თუმცა წელს დარჩა სწორედ ისე რომ მან უნდა ჩაიბაროს, ის იბარებს რეალურად ყველა აი ამ ტიპის ყურძნს. გიქმნით შემოდის კონკურენციაში კერძო სექტორთან და მე ის ფასის დაჭერა, რაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს გიყვართ ხოლმე ამ ფრაზის ხმარება, რამდენად კარგად გამოგივათ? ან გამოგდით? უპირველეს ყოვლისა ეს ქმედება, რასაც ბოლო წლებია და ალბათ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, მრავალი წელია სახელმწიფო ჩაბარების ქმედებით ახორციელებს, ეს ის რომ ჭარბი ყურძენი არ დარჩეს სექტორში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გლეხისთვის, ანუ ფერმერისთვის. ეს არის, ასე ვთქვათ, ეს ქმედება უშუალოდ განკუთვნილი ფერმერისთვის, ის რომ არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ამან არ გამოიწვიოს რამე უკუქმედებები ბაზარზე, რომელიც ასევე როგორც ფასზე, ასევე ხარისხზე აისახება. პირდაპირ კონკურენციას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რიგი კომპანიები და შუხმან ვაინს ჯორჯია სახელით ჩვენი ვენახები გვაქვს, არ ვიბარებთ ყურძენს წელს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყოველ წელს ჩვენი ფართობები ვითარდება, ყოველთვის ვაკეთებთ რეინვესტირებას ჩვენ სოფლის მეურნეობის, მევენახეობის მიმართულებით, ამიტომ წელს ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვახორციელებთ ამ პროცესს, ჩვენ არ ვიბარებთ ყურძენს და აქედან გამომდინარე პირდაპირ კონკურენციას ისედაც ვერ დავარქმევ, რომ ვიბარებდეთ ყურძენს, იმიტომ რომ ეს არის იმისთვის, რომ როდესაც ხდება სხვადასხვა სახის დაზიანებული ყურძენი, ჭარბი ყურძენი არ ნიშნავს, რომ ხარისხობრივად იყოს 100%-იანი. ჩვენ სახეზე გვაქვს სამწუხაროდ სხვადასხვა სახის კატაკლიზმები, ამ შემთხვევაში ასევე დაფიქსირდა წინა კვირას სამწუხაროდ სეტყვა, რაც რამოდენიმე, ასე ვთქვათ, 1000-იან ტონა თუ არა ყურძენი არის დაზიანებული და სწორედაც რომ ეს ქმედება მიუთითებს. ანუ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ნაწილში თუნდაც აი ამ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების მიმართულებით არის გამართლებული. ამ შემთხვევაში დიახ, რადგან არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და არ გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ბატონ შალვა, მაშინ კონკურენციაში თქვენი გადმოსახედი და რა არის და რას ნიშნავს ეს ფასის დაჭერა, ასე დროს რამდენად მარტივია რთული თქო. უფრო დიდ მეღვინეობებისგანაა მიმართული, ჩვენ საერთოდ არ ყიდულობთ ყურძენს, ჩვენი 13 ჰექტარი გვაქვს ფანტასტიკურ ადგილებში და მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ ყურძენს არ ყიდულობ, მე ესე მგონია, რომ სახელმწიფომ აი მართლა კარგი არის ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს ხარისხის დიფერენცირებაც მართლა საინტერესო მგონია და რაღაცა უნდა გავიდეთ ამ პროცესიდან. თვითონ აი სიტყვა ჩაბარება რომ ესმის მე პირადად, აი არ ვიცი, აი რა გითხრათ. ყველაზე მეტი თუ გნებავთ ანტიღვინური სიტყვა და ტერმინი, ასე მგონია რაღაცა ვრემიას უყურებთ თქო საბჭოთა კავშირის დროინდელ რაღაცას. რა დრო ჩაბარება 21 საუკუნეა მეგობრებო. გასაგებია რომ ჩვენ რაღაცნაირად ეს მემკვიდრეობა ხვდა, ხო ჩვენ ხო გვესმის, ეხლა რატომ ხდება ეს ჩაბარება ეგრეთ წოდებული, ხო? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
დარიგდა ვენახები, ნაკვეთები ზოგადად, აი ყველა სახსოვს ეს პატარა ნაკვეთები და ზოგადად მევენახეობა ჩვენთან ძალიან წვრილია, ვთქვა. იმიტომ რომ საშუალო ფართობები რომ შევადაროთ ახლა იგივე საფრანგეთს და იტალიას გაცილებით უფრო ნაკლებიაც. და ფერმერებს ხვდა წილად ხო ამ კოლმეურნეობების და საბჭოთა მეურნეობების ფართობები და ასევე რაღაცნაირად ის შეგრძნება რომ აი მიუხედავად იმისა რომ ეს კერძო საკუთრებაშია მაინც ვიღაცამ უნდა გააგრძელოს ამაზე რაღაცნაირი პატრონაჟი მეურვეობა არ ვიცი რა დავა. ამან ხო არ შეუწყო ხელი იმას რომ თუნდაც აი ეს ხარისხის ნაწილი რომელზეც ვსაუბრობთ ხომ არ გაზარმაცა ერთგვარად მე ვენახეთ ცუდი ფრაზა მაგრამ რაღაც ამდაგვარ ნიშნები ხომ არ ჩანს და ელოდება რომ ყველა შემთხვევაში სახელმწიფო დაეხმარება და ასეთ შემთხვევაში აღარ იზრუნა არც ტექნოლოგიურ განვითარებაზე არც მათ შორის განათლების ნაწილზე და შემდგომ. იცით რა არის ერთის მხრივ ნამდვილად აგეთანხმებოდით მეორეს მხრივ რომ არ იყოს ასეთი სიდუხჭირე საქართველოს სოფლებში აი მაშინ 100% დაგეთანხმებოდით მაგრამ როცა ადამიანებს ისეთ უჭირს რომ მართლა აი შეცქერის იმ ერთ ვენახს ეხა აი რაზე უნდა ვილაპარაკო არ ვიცი ხო აი მაგალითს გეტყვით ეხა ჩვენთან იქ ვენახის თავზე ტყე არის ხო სახელმწიფო ტყე და ხშირი არის შემთხვევები მისი გაჩეხვის რა თქმა უნდა რომ აი გული გისკდება ხო ეხა ადამიანს აი რატო მაგრამ იმდენად უჭირს ხალხს ხო ეხა რაღაცა მორალზე საუბრო რაღაცა მაღალ მატერიებზე ძალიან რთულია ამიტომ ჩვენ ასე მგონია რაღაცა ნელ-ნელა უბრალოდ ხარისხიანი ყურძენი კი არა რაღაც ჩაბარება კი არა არამედ რაღაცნაირად უნდა ვნახოთ ყველაზე კარგი რეფერენსები სოფლიოში რაც არის ხო არის საფრანგ ველოსიპედი გამოგონილი ამის თქმა მინდა და უბრალოდ ამ ველოსიპედს იქნებ შევხედოთ და ავდგეთ და რაღაცნაირად ჩვენი საკუთარი კარგი გაგებით ქართული ველოსიპედი შევქმნათ იმის გათვალისწინებით და რას ნიშნავს ეს არ ვილაპარაკოთ ხარისხზე არამედ კლასზე გავაკეთოთ ბოლო-ბოლო მე მგონი თქვენ მევენახეობის სპეციალისტი გახდებით მალე იმდენს გესაუბრებით ამ ვენახების კლასიფიკაციაზე მაგრამ იქნებ გავაკეთოთ ეს ვენახების კლასიფიკაცია იმისათვის რომ ჩვენ თვითონ დავუჯეროთ ჩვენივე ღვინოს და ჩვენ არ ვეძებოთ ვინ არის ავტორი ამ ღვინის და როგორი ღვინო გამოუვიდა აი არ ვიცი წელს დაილევა არ დაილევას დონეზე კი არა არამედ მართლა კლასიფიკაცია შევქმნათ ამის თქვენი კომპანიებს მაგალითიდან გამომდინარე როგორი რა სახის და რა მოცულობის და რა ხარისხის პროდუქციას ელოდებით მათ შორის ამინდების გათვალისწინებით რა თქმა უნდა და ეს შრომა ეს დავუშვათ თუნდაც ტექნოლოგიური განვითარება რასაც მათ შორის ამ შემთხვევაში ხო თქვენ სამი კომპანია დებთ რეალურად თქვენს საქმიანობაში გაძლევთ თუ არა იმ საშუალებას რომ ყოველწლიურად პირობითად უფრო და უფრო მეტი გაიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად გვესმის რომ ადგილობრივ ბაზარზე სადაც პირობითად რეალურად ოჯახში დაწურული ღვინო ძალიან აქტიურად იყიდება ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე გატანას და ამის მაქსიმალურად ათვისებას, ხო? შემოსავლი ყოველთვის თავიდან შემოსავლის კუთხიდან გარდა იმისა, რომ პოპულარიზაცია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წყაროა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა მოლოდინი გაქვთ წლევანდელი რთველისგან? უპირველეს ყოვლისა, ხარისხი ეს არის კომპანია შუხმან ვაინს ჯორჯიასთვის ამოსავალი, ხარისხის კონტროლი და შესაბამისი პროდუქციის წარმოება, რომელიც არის ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, ვალდებულება თუ ასე შემდეგ. პროდუქტს, რომელსაც ელოდება მთელი მსოფლიო, არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი ელოდება კი? რასაკვირველი ელოდება და გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ელოდება. ელოდება და პროდუქტს, რომელმაც აუცილებლად კონკურენცია უნდა გადაუსწროს ფაქტიურად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, ანუ ეს არის უკვე მსოფლიო კონკურენცია, რაც არ არის მარტივი და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, ხარისხით შედეგად შესაძლებელია მივიღოთ და თავი მოვიწონოთ აი ამ მრავალ მილიარდიან ბაზრებზე, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი ქვია, რასაკვირველია ჩვენ სამ პროცესში ვართ ჩართული. რამდენ ბაზარზე გაქვთ ამ მოცემულობით და რამდენის კიდევ დავუშვათ რა პოტენციალი აქვს ამ შემთხვევაში შუხმან ვაინს, რომელიც ერთ-ერთი იმ კომპანიათაგან იყო, რომელიც რაც მე ყოველ შემთხვევაში მახსოვს. ჩემი ჟურნალისტური მეხსიერებიდან გამომდინარე, დიდად ევროპულ ბაზრებზე იყო ორიენტირებული. იმიტომ რომ ჩვენი კომპანიის, ასე ვთქვათ, დაწყების დღიდან, იმიტომ რომ ჩვენ დასავლური, ასე ვთქვათ, წარმოშობის კომპანია ვართ, გერმანული ტიპის კომპანია ვართ, გერმანულ-ქართული, შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ხარისხი, სწორი პოზიციონირება და დივერსიფიკაცია, რომელსაც მივდებთ კვლავ და ეს იმას ნიშნავს, რომ 25-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს ჩვენ ღვინო. ეს არის მარტივი საკითხი, ცხადია, ბევრი ასე ვთქვათ გამოწვევების წინაშე, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სექტორს, უხდება გამკლავება და პირველი ამ შემთხვევაში არის კონკურენცია, რომელსაც ხარისხი უპირობოდ, ასე ვთქვათ, ზურგს გვიმაგრებს. შესაბამისად, წელს ველოდებით საკმაოდ კარგ მოსავალს. ჩვენი, როგორც მე დასაწყისში ვახსენე, ჩვენი ვენახებიდან მიღებული ღვინის, რომელსაც შემდგომ უკვე დაახლოებით 1,5 მილიონი ბოთლის, ასე ვთქვათ, წარმოების ციკლი იქნება მომავალი წლისთვის და ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად საინტერესო გეგმები გვაქვს, დიდი გამოწვევები გვაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეროვნული პროდუქტის წარმოება და შემდგომ მისი წარდგინება, ანუ ეს საერთაშორისო ბაზრებზე და დიდად პასუხისმგებელია. ბატონ გიორგის ელექტროენერგია აღდგა რაჭაში და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე სრულფასოვნად გავაგრძელოთ მასთან საუბარი. საკმაოდ საინტერესოა თქვენი შეფასება და თქვენ ახლა უსმენთ თქვენს კოლეგებს, თქვენ რომელ ქვეყნებში გაგაქვთ, რომელია საექსპორტო ბაზრები და რამდენად გაქვთ მოლოდინი რომ დაუშვათ შეგიძლიათ თუნდაც ამ წარმოების გაზრდა და მათ შორის ხარისხიანი პროდუქციის შექმნა რომ რეალურად შევიდეთ კონკურენციაში. გასაგებია რომ ჩვენ შეიძლება ვერ ვაწარმოოთ იმ მოცულობის ღვინო რომელსაც პირობითად სხვა რომელიმე ქვეყანა აწარმოებს, თუმცა ხარისხიანი პროდუქციის თვალსაზრისით უნდა გქონდეს წესით ამბიცია რომ ჩვენ ნამდვილად შევძლოთ კონკურენციის გაწევა ისეთი ქვეყნებისთვის, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის დაუშვათ საშუალო სეგმენტზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. პოტენციალურად არ გამეთახულა საშუალო სეგმენტზე, მაგრამ აუცილებლად მიუბრუნდები მე ბოლოს. ჩვენ არ აქვს დიდი წარმოება, რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, დაწყებული დიდი ბრიტანეთიდან დამთავრებული ევროპის ნებისმიერი ქვეყნა, თითქმის ევროპის ყველა წერტილი ათვისებული გვაქვს. გაგვაქვს 10-ზე მეტ ქვეყანაში, უბრალოდ მაინც ქართული ღვინო სტარტაპად ითვლება ევროპისთვის, თანამედროვე მსოფლიოსთვის და ნელ-ნელა ვიდგავთ ფეხს, ანუ ნელ-ნელა იზრდება ჩვენი გაყიდვები, კონკრეტულად ჩვენ კომპანიაზე გაყიდვებით გავაკეთებ ახლა ანალიზს და ნელ-ნელა იზრდება და ძირითადად დამოკიდებული არის ექსპორტიორებზე. რა თქმა უნდა, ჩვენც ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია დავუყვებით ჩვენ ღვინოებს ყველა ქვეყანაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს. ხარში უდგავართ ჩვენს ექსპორტიორებს, თუმცა ჩვენი გამოცდილებიდან ქართული ღვინო სტარტაპი არის, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის მქონე და თუ სწორად წარმოვაჩენთ და სწორად მივაწოდებთ, მაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ძალიან დიდი კონკურენტურანიანი შეიძლება გავხადოთ ქართული ღვინო. კი ბატონო. ბატონო გიორგი, ის მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო და სახელმწიფო აწარმოებს, თქვენი შეფასებით რამდენად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება აქტიურად შეხვიდეთ დაუშვათ რომელიმე საერთაშორისო ბაზარზე? რომელი კამპანიები ჩვენ გვეხება და სარგებლობთ ხოლმე არის ძალიან კარგი, ნაწილს აქვს შედეგი, ნაწილი შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ თქვათ არ ქონდეს შედეგი, თუმცა ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული იმის მიმართულებით, რომ ქართულ ღვინოს გაეწიოს პოპულარიზაცია, მივესალმებით და არის საინტერესო და დადებითად შევაფასებ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, გემშვიდობებით. იმედი ვიქონიოთ, რომ ელექტროენერგია აღარ წავა და შესაბამისად მოგეცემათ სრულფასოვნად საქმიანობის განხორციელების საშუალება, იმიტომ რომ რთველი როგორც კახეთში, ისე რაჭაში აქტიურ ფაზაში შედის თანდათან. მე ვაგრძელებ სტუმრებთან საუბარს. ბატონო შალვა, ბევრჯერ გვისაუბრია და არც დღევანდელი ეთერი არ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. რეალურად ქართული ღვინო თავის ჩვენ გასაგებია რომ არ შეგვიძლია ძალიან დიდი მოცულობით წარმოება, ხო? ყოლას ამას ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ქვეყნის რაოდენობა თუნდაც მოსახლეობის კუთხით არ იძლევა ამის საშუალებას, გარდა იმისა, რომ რამდენი კომპანიაც არ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში. მაგრამ რეალურად ხარისხიანი პროდუქციის წარმოების რეალური პრეტენზია უნდა გქონდეს. რა საფასო კატეგორიაში ვართ დღეს წარმოდგენილები? აქ ლაპარაკი არ არის რომ რომელიღაც ერთი კონკრეტული კომპანია პირობითად მხოლოდ განსაკუთრებულად მაღალ საფასო კატეგორიის პროდუქცია შექმნის და მას გაიდას. მთლიანად ქვეყანა და რამდენად შეგვიძლია კონკურენტული ღვინის წარმოება ისეთის, რომელიც რეალურად მოგცემს საშუალებას, რომ არა მხოლოდ უბრალოდ ვიამაყოთ 8000 წლოვანი ისტორიით, არამედ რეალურად დღევანდელობით ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს
საამაყოდ უკვე დღეს წარმოებული ქართული პროდუქტი. ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი სტატისტიკურად დაახლოებით $2 მიდამოებშია. ფრანგული ღვინოების საშუალო საექსპორტო ფასი არის 3.4 евро. ახალზელანდიურის დაახლოებით 4. ავსტრიის ასევე დაახლოებით. ანუ და ეხა ფრანგულ ღვინოზე საუბრობთ, ხო დაუშვათ ახლა 3.5 евро, ეხა ვიღაცას ეგონება, რომ აუ ეს რა ცოტა. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეხა რაც ქმნის ქვეყნის იმიჯს, თქვათ, იგივე ფრანგული ღვინოების, იგივე ავსტრიის, ან ახალი ზელანდიის, ან ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ის ღვინოები არ არის ამ საფასო სეგმენტში, მაგრამ უნდა გვესმოდოს, რომ ეს არის წარმოების სულ რამოდენიმე პროცენტი, უბრალოდ ესენი არიან ლოკომოტივები. ასე რომ ეს $2-იც, თქვათ, შეიძლება არ იყოს ტრაგედია, უბრალოდ რა თქმა უნდა, ეს დაბალი ფასია, გვესმის. ეხა ჩვენი ძირითადი ბაზარი დღეს არის რუსეთი. ეხა გარდა იმისა, ეხა მორალური ასპექტისა და ეხა ყველას გადასარევად გვესმის, ეხა რა არის რუსეთი ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, ამის გარდა, რაც პირველ რიგში ის არის, რაც თქვი ბუნებრივია, მაგრამ ამის გარდა რუსეთში გასაყიდი საშუალო ფასები კიდევ უფრო დაბალია. და ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა არის გადატვირთვები დაახლოებით $2.20 შეიძლება ღირდეს ერთი ბოთლი ღვინო საექსპორტო ფასი რუსეთში. მე არ ვიძახი ახლა რომ უნდა ავგზავნოთ და დავკეტოთ და რაღაცა საშინელება გავაკეთოთ. უბრალოდ შიგნით საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ ჩემი აზრით. ნახეთ, ღვინო ხო არ არის მხოლოდ ლევანმა სწორად აღნიშნა, ხა ლევანი სპეციალისტი არის მეღვინეა თვითონ, ხო, პირველ რიგში და მერი არის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ხო? არაჩვეულებრივად ახსნა, რომ ღვინო არის ყურძენი პირველ რიგში. ნახეთ, ჩემი აზრით, რომ დიახ და აი იმისათვის, რომ ჩვენ აი მივიღოთ ვთქვათ $3-იანიც, $30-იანიც, $300-იანიც და ასე შემდეგ, უნდა გქონდეს შესაბამისი მისი უდიდებულესობა გემო. გემო იზომება ფინანსურად. ანუ თქვენ როცა გარკვეულ რაღაც სწავლას გაივლით, თქვენ შეძლებთ ამის შეფასებას, რომელი ღვინო არის €30-იანი, რომელი $200-იანი და რომელი შეიძლება იყოს $7-იანი. საკმაოდ ობიექტურია ამის შეფასება, ამას ვასწავლით სწორედ ჩვენ სკოლაში, სომელიეს სკოლაში, ხო? და იმისათვის, რომ ეს გემო მივიღოთ რელევანტური, არა მხოლოდ 8000 წელზე დაფუძნებული, იმიტომ რომ ვერ დალევ ამ 8000 წელს, ჭიქაში ვერ ჩაასხამ. ანუ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეს აუცილებელი პირობა არის საქართველოს მარკეტინგისთვის და მინდა აუცილებლად გიორგის გამოვეხმარო, აი მართლა რაც კარგად მიდის, ეს არის მარკეტინგული აქტივობები ჩვენი ქვეყნის ღვინის მიმართულებით. მართლა რაც კარგად მიდის და ეფექტიანია. და იმისათვის რომ ხო და 8000 წელი ეს კი აუცილებელია ჩვენი, მაგრამ საკმარისი არ არის. იმისათვის რომ ჩვენ სწორი გემო მივიღოთ სწორი ადგილებიდან, უნდა გვესმოდეს. მთელი ეს რაღაცნაირი ჯაჭვი, პირველი ადგილების არჩევა. ყველა ადგილს თავისი ღირებულება აქვს მერე ჭიქაში გამოხატული. იმისათვის სწორი ჯიშების შერჩევა, თავისი სწორი საძირეებით, სწორი აგროტექნიკური სამუშაოების, სწორი ამ ვენახის გაშენება, მოვლა, აი რთველით დამთავრებული კრეფა, სწორი დღის აღნიშვნა. ჩვენი ფრანგი კონსულტანტი სამჯერ ჩამოდიოდა, როცა დავიწყეთ, ეხლა უკვე ჩვენ თონას ვისწავლეთ არაჩვეულებრივად, მხოლოდ თარიღის დასადგენად. მე უბრალოდ არ გეტყვით ეხლა მის ჰონორარს, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან დიდი. იმდენად უნიშნულოვანი ეს ერთი მომენტი. ისედაც რამდენ კლიმატურ ფაქტორზეა, ხო, დამოკიდებული და ეხლა კიდე ადამიანური ფაქტორი, კიდე რაღაც ის უცოდინრობა, კიდევ რაღაცა Grand Cru კლასის ეს უმაღლესი კატეგორია შეგვიძლია დავარქვათ ფრანგული ანალოგით, ხო, რაღაცა კონკრეტული ადგილს. ამისათვის რომ შენ გააშენებ ისეთ ვენახს, რომელსაც არც საძირეზე გიფიქრია, არც მის შემდეგ მომავალზე და 12 და 13 ტონა გინდა მიიღო ჰექტარზე, ხო? აი, რაზე შეიძლება ვისაუბროთ? ეს ცნობიერება გვჭირდება. ეს ცნობიერება გვაკლია. ჩემი ღრმა რწმენით, არავის მინდა შოროცხა მივაყენო, მე პირველ რიგში ჩემთან ვარ მომთხოვნი, მაგრამ ეს გვჭირდება პირველ რიგში. ძალიან კარგად უნდა წავიკითხოთ წიგნები, ძალიან კარგად უნდა შევხედოთ რა ხდება უცხოეთში. ესე კი არ ვიყუროთ და მხოლოდ კი არ ვიამაყოთ, რომ ჩვენ რაღაც ბადეთ ღვინო. კი ბატონო, მაგრამ საბერძნეთმა ბადა დემოკრატია რა, მე უკეთესი დემოკრატიები არსებობს, ეს არ არის საკმარის. ჩვენ გვჭირდება განათლება, სწორედ მევენახეობაში პირველ რიგში, ოღონდ მხოლოდ ეხა ტექნიკურ განათლებას რა თქმა უნდა არ გულისხმობ. არამედ დიდი სურათის დანახვა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ კარგ თველს და ბუნებრივია რომ როდესაც დასრულდება თველი, კლავაც გვექნება საშუალება რომ თველი შედეგებზე ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში.